მოკლედ ეგეთი ამბავია. ლუქსემბურგთან მოვიგეთ და წინა სიტყვაობაზე მეტი არის ყველა ველოდებით საბერძნეთთან თამაშს. რამდენი დღე იყო 26-ში იყო 3 დღე იყო ლუქსემბურგიდან საბერძნეთში 3 დღე არ გძინავს. რავი მე ეგრე ვიყავი მეძინა ისე ვფიქრობდი მაგ თამაშზე მეტი არაფერზე. უნდა წავიდე ამ თამაშზე ცხადი. აგერ ანკა იყო მაგალითად ადამიანი რომელმაც ბილეთებზე ხო იცი რა ამბავი იყო რა არანაირი ვიღაცები წერენ ბილეთი ხო არა არაფერი ბილეთი არ მაქვს მაგ აკრედიტაცია. იმ ლუქსემბურგთანაც ეგრე ვიყავი, საბერძნეთთანაც ეგრე მივდიოდი. ბათუმში იყო ანკა ვიღაცამ რაღაც ბილეთი ერთი ცალი გაუზრო სადღაც იჯდა და შენ ჟურნალისტობის მონჩი აკრედიტაცია? შინაურია. დავაინტერესა ბოს. ხო და ჩამოვიდა ბათუმიდან და მაგ დილით გამეღვიძა ალბათ რავი დილის იმაზე რა ქვია 7 საათზე თუ რაღაც თამაში ხო იყო 9-ზე თუ რაღაც ხო და რაი 12 საათამდე გაჩერდი პირველ საათამდე 2 საათამდე მეთქი ავდგე რა და ეხა გარეთ გახვიდა ღვარიული ქუჩაში რა ჩამოვიდა ანკა ვიღაცები ძმაკაცები ვიღაცები ვიცი რომ ტოჟე ჩემნაირად არიან გამოსულები გარეთ დადიან აქეთი ლუცვამე რაღაცა და დაურეკე რა ერთ სამი კაც შევკრიბე რომ მეთქი რაღა ქუჩაშია ლუდი წამსამდე დავსხდეთ რა 1-2 ჭიქა დავლიოთ დავილოცოთ მეთქი გამარჯვება წინასწარ არა მაგრამ რაღაცა და მაგრამ ჯერ რო გითხრა რომ ეხლა როგორი ნასვამიც ვარ ეგეთ ნასვამიც არ ვიყავი რა დალეული მქონდა ახლა 5 ჭიქა ჰა არა ხასიათს არა კი ლუდიც არ დამილევა ო კარგად ნასვამი ვარ მაგრამ ბიჭო აჯიტირებული ვარ ცხადია ყველა აჯიტირებული ხო და მე შევდივარ აკრედიტაციით, ვიღაცები ბილეთებით, მე შემოვედი აკრედიტაციით. დანარჩენები ბილეთებით და შევედი ამათ სხვა შეასვლელი აქვს, მე სხვა იმედია შეასვლელი. სადაც შევედი და დავდექი იქ რა, 1 საათ ნახევარი არ ითამაშა. 2 საათი თუ რა. ევროპაზე როგორ გვაიც, უნდა გავიდეთ ხო მაგაზე საბერძნეთთან. საბერძნეთთან თამაშია ევროპის ბოლო აი თამაში. არ უძღობს ეს. ხო და არ უძღობს მაგითო თქვა შენ. ვარ შესასვლელთან ვარ დაახლოებით, ესენი ჩემოვიდნენ, ვისთან ერთადაც ვიყავი, მაგრამ სხვა შესასვლელებით რომ შემოდიან, ნახო, მაგრამ სანამ ნახავ, ხედავ იქით ცენტრალურ შემოსასვლელთან მამაჩემის მანქანას, ოღონდ სამსახურის მანქანას. არა, არა აქვს მნიშვნელობა, სად მუშაობს რაღაც, ანუ მამაჩემი სამსახურის მანქანით თანამშრომლებთან ერთად მოდიოდა იმაზე რა ქვია, სტადიონზე, რომ მამაჩემი არ იპარებოდა რა. შენ ზღობი არ ძრებოდა. ო, უნდა მანქანი უნდა შემოსულიყო, რომ იქ საქმეა რაღაც. ანუ კიბე რაღაცა მიდგმული ღობეზე რაღაცა არაფერი. არა. ხო და ტიპებით განან იქა რა. შავებს ჩაცმული ტიპებით განან. ცენტრალურ შემოსასვლელთან. გიომ კარგად იცის დინამო, იმიტომ თვითონაც მუშავია, გიოს მამა დინამოზე მუშაობს, იქ ჯიხური სადაც არის, სადაც დინამოს დაწვავია. იმას ტორპედო დინამოზე მამა შენი ნახე. ხო, ნახეთ, მამა შენი, ნახეთ დინამო ტორპედოზე. ხო და მე მოწყენილი ნახე დინამოს წაგების. კაკრას მაგად მიყავს. მე რა გავუკეთე? მამაჩე. აბა შორიდა. შენ რო გაიქცა? ეგრე. ტაქსიზე და ჩემ გვერდი დიდგა და ეგ ვერ გავუკეთე. ხო და ერთი 10 ტიპი შავებს ჩაცმული დგას ბიჭო და კაროჩე არ უშვებენ თუ რაღაცა და დავინახე რომ კაჩაობა მინდის ხა მამაჩემი კი არ კაჩაობს მაგრამ ფეხებზე კიდე ამ ხელა კაცია ვიზნა იგაჩაობს მაგრამ დგას მაგრამ ამის თანამშრომლებს 1-2 ვიცანი ცოტა ახალგაზრდები ისინი ვიღაც ჩავებს ჩაცმულ ტიპებთან და კაჩაობენ რა რაღაცა მიდის და მივედი ახლოს ესენი იუბნებიან რომ რავი გამოგვიშვეს აქ უნდა ვიყოთ უფლება გვაქვს შემოვიდეთ რაღაცა ესენი უბნებიან მაგრაყლეზე ვკიდი ხარ, ვინ ხართ რაღაცა და ბიჭო მივედი და ეხლა მე ხო არ ვიცი ეს შავებს ჩაცმული ტიპები ვინ არიან. და ვიცი რომ მაგ ჯიხურში დინამოში მუშაობდი 2 წელი, 3 წელი პრეს სამსახურის რაღაცა უფროსი ვიყავი თუ რაღაცა. და მაგ ადგილას მაგ ჯიხურში სულ დინამოს დაცვა იყო. ეხლა პირადად ესე ჩაოლები და დაცვებს არ ვიცნობდი, შეიძლება გამარჯვება გაგიმარჯვოს, მაგრამ მაგათ უფროს ვიცნობ. უსაფრთხოების უფროს ვიცნობ დინამოსი, ვიღაც ყველას ვიცნობ. მივედი და რა ხდება მეთქი ხო ეხლა ნაცნობ ხალხს რო დაინახავ, მამას თავიდან არის ნაცნობს რო დაინახავ და რაღაცას მიხვალ ხო გაარკვევ სიტუაციას უბრალოდ და ვეკითხები რომ მეთქი რა ხდება.
ესენი მეუბნები რომ არაფერი ისა რაღაცა, ესე არ გუშვებენ რაღაცა. მიუბრუნდი ამ თემას, რატო არ უშვებთ ამ ხალხს? ჩავთვალე რომ დინამოს დაცვა არის და ვეკითხები რომ რავი აქ ვიცი რაც ხდება რა, უნდა შემოვიდნენ და რატო არ უშვებ შემოუშვით რა. მომიტრიალდა ვიღაცა ერთ-ერთი ამშოლობა აქ ვინ არის, შენ ვაფშე ვინ ხარ თუ რაღაცა. რა ვინ ვარ, ესა და ესა ვარ. და ეკითხები, რატო არ უშვებ? რო ვიცოდი კიდე ეს და გრო მე შემდეგ ის, აუ ესღა გვაკლდა თუ რაღაცა და გამოკლევდი შეჩემო, ესღა გვაკლდა და შენ ვინ ხარ და თან გონია დინამოს დაცვა. მეთქი თქვენ უფროს ვიცნობ. ოპა ნა აიოთ რა, ვაგრაყლეზე კიდეათ ანუ უნდა უთხრა ან შესაძლოა მინისტრი სიტუაცია დაიძაბა. ბიზინა ვიღაცა, მეტი არავინ არ არის მაგათი უფროს თურმე. მაგრამ ვეუბნები დინამოს დაცვის უფროსს შეჩემა და თურმე იქ გას მე ყველას პატივს ვცემ, ყველა კანონმორჩილ მოქალაქეს და ყველა კარგ პოლიციელს და ყველა ეგეთ ადამიანს, კარგ პოლიციელს, ვინც ადამიანების უსაფრთხოებას იცავს და სამართალს და ყველას პატივს ვცემ. მაგრამ იქ დგას თურმე რაღაცა ისა რა, ეს განსაკუთრებული თამაში, მაგრამ არც ფორმაციო ჩავები აცვიათ პროსტა რა. კრიმპოლია თუ რა არის ამიშოლობა ხა რა. პოლიციელები დგანან. შავები აცვიათ. იძებზე რაღაცა რა მშულობა. ვეუბნები თქვენ უფროსებს ვიცნობ ბიჭო და რანაირად მელაპარაკებით, რავი, ან როგორ ვერ მცნობთ და იმიტომ კი არ ვეუბნები რომ მე აქ ჩანვარ ეხლა და უნდა მცნობდნენ. იმიტომ ვეუბნები რომ თქვენი თანამშრომელი ვიყავი, ანუ მე ეგრე ვფიქრობ რომ თქვენი თანამშრომელი ვიყავი, რა პონჩი ვერ მცნობთ ეხლა ამდენი წელი აქ დავდიოდა, აი 3 წელი არ ყოფილა შეიძლება. რა დაგემართა და ან ეს ვინ არის რა მიმართვა და რაღაცა და კაი ეხლა იდი ნახვი თუ რაღაცა რო თქვა რომელიღაცა. ნუ მე აღარ ვიტყვი ხა რა სიტყვები ვილაპარაკე, აი დაახლოებით. მაჟორში და რა სიტყვები ვიძახე, აღარ ვიტყვი და დავაი დააკავეთ ესო თქვენს. და უცებ ეს ნანახი ამყავდა ერთად კი მივედით, მაგრამ დამინახა ბოლოს პატრულის მანქანაში თუ რაღაცა. უცებ დააკავეს. როგორ ვიჯექი? ეგ ბოლოს ეგ დაინახა, როგორ ვიჯექი? იქიდან მინდა რომ ანკას შავებში შაცმულტი, მაგრამ ყველაზე კაი რა იყო. ანკას ვიდეო მინდა პანიკაში რა. არა, უნდა ვთქვა, კაი. რა შეშეპი პოლემიკოდა. რა ხან ყვები, ეხლა უნდა ვთქვა რა. გენაცვალ მე თიკოს ასწავლე რა ჩემს. წამიყვანეს, კაი, ვის არ მოსვლა თან დღევანდელ საქართველოში ვინ არ ყოფილა განყოფილებაში, წამიყვანეს იქვე წერეთელზე რომელიც არის, მან წამიყვანეს და ნუ მე კაროჩე საათზე ვიყურები სანამ მოხსნიან, საათზე ვიყურები იწყება ეს დამოწყმული რაღაცა, კაროჩე 9 საკლია 10 წუთი ბიჭო. და კაროჩე მისხედან რა, აქეთ იქით დაჭერილი ვარ თუ რაღაცა ვარ და იქ ტელევიზორი აქვს ჩართული რა და თავარი არხი იყო მაშინ თავარ არხზე არის გადართული შეჩემა. თავარ არხზეა გადართული და ერთი ტელევიზიო თავარ არხზე არის გადართული და წურავ რომ მეთქი ამათ ხო არ უყვართ ეს თავარი არხი და რაღაცეები და წურავ რომ ნუ აი 10 წუთი აკლია და გადართავენ ოდესღაც 9 გახდა ვიყურები რა. არავინ არ თავს ფეხბურთზე. გამომხალებდი შეჩემა. თავარ არხზე იყო რაღაცა ისა რა ქვია, სერიალი გადიოდა. და მთელი და კარჩ 5 ტიპი იყო ეს პოლიციელები და ამ სერიალს უყურებენ. ნუ ერთი უყურებს, ხვები არა, მაგრამ თავარ არხზეა. 9 საათი გახდა შეჩემა. საქართველოს საბერძნეთი იწყება. და მე ვიღაცა ღვთისნიერი, სხვა რო დაიჭირა ვიღაცა ჩემნაირი. ვიღაცა შემოვიდა, სხვა პოლიციელი შემოვიდა და ეს რა ყლეობას უყურებთ? რას უყურებთ ბიჭო, თამაში დაიწყო და ვიღაც მე რა თამაში დაიწყო? გამოვყლებდი შეჩემ. მე როგორც რას ქვია რა თამაში აი კვალეში ყოდა ფეხბურთს. პირველ 10 წუთს უყურე იქა გაყოფილებაში. მე ისა წავედი თო სახელმწიფო წავედი წამიგდეს ეგ რა ქვია. მან შეგეძლო ჩაგერტყო. კაპეზეზე თუ იზოლატორში თუ რაღაცა. პოლიციისთვის მე გადაგიყვანეს. ხანი გადაჩერებდე. მე იზოლატორში წავედი კაპეზეზე. ხო. და იქ იზოლატორში შეგიყვანეს რაღაც შემოწმება რაღაცები კი, ყველაფერი და ხო, აი, ხელთან მაინც ჩაიცვეს და რაღაცები. ხვდებიან რა, ამათ რომ მიყვანეს ჩამბარეს ინტერნეტ და იქ ხო სხვა ტიპები. საიდან ვიცი რა შემოწმება. მე ამყოფი ვარ. ცოტნეც დამყოფია. ანუ მე ამყოფი ვარ. ჩაიცვეს და ეგეთები არ შეუმოწმება. გითხრა შეჩემა, გითხრა. იქ ხო, იქ ანუ ამათმა დამტოვეს და მივიკითხე უბრალოდ. ის ვიღაც ტიპია, რაღაც საყვარელი ბიჭია, რა ბადრაგი თუ რა ქვიათ, მაგათ არ ვიცი და მე თოძ მასა. ეს მიყურებს რა. შენ რა გინდაო? დღესო აქ რა გინდაო? რა მე შენთან ერთად ნოყურ ფეხბურთს რა მინდა. მომიყვანეს ამათმა რა შეგაგდო კამერაში და მიდი ძმა უყურება ჩემთან. და არჩი, ანუ თემა არის რომ
ვიღაცა გაჭირებული დამხვდა იქა, ვიღაც ერთი საყვარელი ბიჭი იყო, მოვიკითხა რა ვიცი, ის მე არ მინახავს. რაც ამოწექი რა, ვარ აქ მე ფეგურს როგორ არ უყურებ რაღაცა, მაგრამ ბიჭო, წორა იქ ხო დროს ვერ იმაშვები რა. 1 საათი გავიდა, 9 საათი გავიდა თუ კედელზე ვერ იმასკენი, შეჭმა. ვერ უყურე? არა, ფეგურს არა, იმას მაყურებ. კედელზე ვერ იმასკენი? ვერ ამოხაზე? რა ამოხაზე? რამდენი ხანი გავიდა, რამდენი ხანი იჯექი? რა ვიცი მე შეჭემა. უნა ამოგეკეთე. უბრალოდ, კაროჩე, იქიდან რომ წამომიყვანეს, იყო მე-10 წუთი თამაშის. აქ რომ მომიყვანდნენ ალბათ პირველი ტაიმის დასასრული სადღაც. ნუ ერთი კვირა ანუ რა. კაროჩე, ველოდები სადღაც დაახლოებით ხო ვიცი რა. 45 წუთი ხო ვიცი რამდენ ხანში გავა დაახლოებით. კი არ იცი, მაგრამ დავნა წურავ ბიჭო იმას რომ სიგნალის ხმა უნდა გავიგო რა და ძალიან გაიწელა რა ეს დრო აი შუქი შემოდიოდა იმიდან რა. არა ველოდები ხან მგონია არა შუქი არაფერი აღნიშნავს ველოდები. კაროჩე აი ველოდები ძალიან დიდი ხანი ველოდები რომ სიგნალის ხმები უნდა გავიგო სადღაც აი რაღაცა ხმაური უნდა გავიგე რომ გავედით თუ ვერ გავედით რა ძმა ზის და რაზე ნერვიულო სიგნალის ხმაზე მაიც აბარაზე უნდა ვინერვიულო შეჩემა რა რაზე 9-15-მდე უნდა ინერვიულო შეჩემა ამ თამაშს უყურებ და მე თუნდაც დავждები 2 წელი მეთქი რა 9-15-მდე უნდა ინერვიულო რა სიგნალის კარიჩი აი ძალიან დიდი დრო გავიდა მგონია რომ უკვე თენდება მგონია რომ წავაგეთ და ვიგინები ყველაფერს თან წავაგეთ და თან ამ ყლეობაში ვარ და რა ხდება და სადღაც ბიჭებო თქვენ არ გიხიბოდეს დიღომში ხო ვარ სამართლა ერთი სიგნალი გავიგე და მეთქი ამ შუა ღამისას ვიღოს 2 ყლე შეხვდა ერთმანეთს უსიგნალებენ რა იმიტომ რომ მეტი სიგნალი არ მოყვა და აი მაგ სიგნალის მერე ერთი კიდე 2 წუთი გადის და გავმული სიგნალი რო გავიგე იმ ჯიგარს ეძინა თუ ნერვიულობთ რომ მეთქი გავედით მე მგონი ბოზიშვილი რო უთხარი შენ წამოხდე რო ჩავეხუტეთ ერთ მე ზემოთ ვიწექი ის ქვემოთ მოიცა რა ზემოთ იწექი ზეით რა ზეით ახალ შესულზე ზემოთ რაენ თაგმოშტი ბლატებიო ზონაზე კი არ ვიყავი შეჭება სო მოდი შენ პაგაწავე ხო და იმ ტიპს რო ჩავეხუტე მეთქი ახალეზემ კიდე თუ გინდა 15 დღე ვაფშე არ გავიგვიძებ გავედით მე მგონი მეთქი რა და მე მთელი ღამე სიგნალები რომ ესმოდა всё მეთქი აი ღმერთო აი შენი სახელში გავედით მაინც შენ როგორ გადაიტანე ბოდიში ეს დიდი პატი შენ ამა რა გადაიტანა შენ რო თამაში თქვი გაიხარა და მე იქე იფადა მე როგორ გადაეტანა ეს რა დაიჭირეს ვიღაც ხო უნდა მივმართო რა ახლა მე ვერაფერს ვერ ვიზავდი ვის დაურეკავდი ვაკოს ვაკო მოდიოდა ტყიბუდიდან ვაკო იქ დამხვდა ხო ვაკო არა ვაკო ძის ყველაზე კარგი ვაკო ძის კაპეზეზე გაუშვი ყველაზე ბარბაკა ყველას გეცოდინებათ ჩემი ძმა მოვიკითხა ოქრო კაცია ბარბაკა კომენტატორი გიორგი ბარბაკაძე კალბურც და ჩოგურც კომენტატორი ეს სეტანდაზია ჩოგურც კაროჩე რაღაცნაირად გაიგო არ ვიცი ვინ გააგები რაღაცნაირად გაიგო და აი იმიდან განყოფილებიდან რომ გამოვყავართ და უნდა წამიყვანონ უკვე მე-12 წუთია თუ რაღაც თამაშის გარეთ ხვდებიან მამა ჩემია ის არა ქვია ბარბაკა და ვაკო ვაკო და მამა ჩემი კაი მაგრამ ბარბაკა საიდან გაიჩინდა ხუიოზნაირად ვაფშე არ ვიცი და რაღაცნაირად შევხვდა მეთქი და გარეთ განან რა მე რომ მანქანაში ჩამიჯდა და წამიყვანა ხო და ბარბაკა დგას იქ გარეთ კაროჩე და რაღაცებს ატრაკებს ბარბაკოს უადრე კალამძა გარეთ სულ ატრაკებს რაღაცებს ვიღაც პოლიციელებს ელაპარაკება რაღაცა ის პოლიციელი ეუბნება რომ გაჩერდი ეხა თორე შენს დაგიჭერ თუ რაღაცა იქ ბაზარი მიდის და გამოვიდა პავლი კაბა შენიცი და მოვიგებ თუ შენ უნდაც რაღაცებს მეუბნება და უკვე იმაში ვждები რა ქვია მანქანაში მსვამენ ესენი და ისა პავლი შენი აგრეთია მაიტა რა ბარემ ხო გამორჩენაზე აუ მომისე მეთქი შენი იყოს აუ მომისე რო გამოხვედი მე იქიდან ანუ ის პონტი იყო რა ფილმებში რო არის რა ცოტა შორს პარკინგზე მანქანა გეუდებოდა რა